საქართველოს საგარეო უწყება რუსეთის ფედერაციის მიმართ ფორს-მაჟორს აცხადებს. ამის მიზეზი მეზობელი ქვეყნის მოთხოვნა გახდა ქართული სამხედრო ობიექტების ინსპექტირების შესახებ. რუსულმა მხარემ ინსპექტირება ვენის 1999 წლის დოკუმენტის საფუძველზე მოითხოვა, რომელიც ეუთოს ფარგლებშია გაფორმებული. მეზობელმა ქვეყანამ საქართველოს ხელისუფლებას ინსპექტირების მოთხოვნით 19 და 21 იანვარს მიმართა. ქართული მხარე რუსეთის მოთხოვნას ფორს-მაჟორის გამოცხადებით პასუხობს. ამ ვარის დროს ის დავასაბუთეთ 120 პუნქტი ამ შეთანხმების, რომელიც ითვალისწინებს ფორს-მაჟორს. ფორს-მაჟორი მდგომარეობს ჩვენი რაში, იმაში, რომ აგვისტოში, 2008 წლის აგვისტოში რუსეთის ფედერაციამ განახორციელა სამხედრო აგრესია საქართველოს წინააღმდეგ. დღემდე აქვს ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიის განმაყოფილი ნაწილი. ფორს-მაჟორის გამოცხადებით ქართული მხარე რუსეთის ქმედებებზე პასუხისმგებლობას იხსნის. საგარეო უწყება ამას მეზობელ ქვეყანასთან დაძაბული ურთიერთობით ხსნის და აცხადებს, რომ მას არ აქვს გარანტიები, რომ ინსპექტირების შედეგად მიღებულ ინფორმაციას რუსული მხარე ისევ საქართველოს წინააღმდეგ არ გამოიყენებს. საგარეო უწყების გადაწყვეტილებას იწონებენ საპარლამენტო უმრავლესობაში. როდესაც ყოველდღიურად ჩვენ ვაწყდებით პროვოკაციებს რუსეთის შეიარაღებული ძალების მხრიდან და მათ მიერ კონტროლირებადი ტერიტორიების მხრიდან მუდმივად ისმის სროლა, რასაც სამწუხაროდ არაერთი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ამ ფონზე რაიმე ტიპის ინსპექტირებაზე საუბარი რუსეთის მხრიდან საქართველოს შეიარაღებული ძალების. მე მგონი ცინიზმიც არის. ჩვენ გვაქვს ლეგიტიმური უფლება, რომ დავაყენოთ ფორს-მაჟორის საკითხი, მაშინ როდესაც საქმე გვაქვს ოკუპანტ ქვეყანასთან, აგრესორ მხარესთან, რომელმაც ჩვენი ტერიტორიები მიიტაცა და რომელიც არ ასრულებს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 6 პუნქტიან სამშვიდობო შეთანხმებას, რომელზედაც თვითონაც აქვს ხელი მოწერილი. რუსეთისთვის გამოცხადებულ ფორს-მაჟორს არათანმიმდევრულ პოლიტიკად აფასებს პარლამენტს გარეთ დარჩენილი ოპოზიცია. საპარლამენტო უმცირესობა კი ამ ნაბიჯს ლოგიკურს ხვდა. ქართული მხარე უარსამს ამ ინსპექტირებაზე რუსული მხარისთვის გახსნას ეს ბაზები. მეტი არაფერი. რო გაიხსნა ეს ბაზები, ხადია ჩვენ უკვე მოითხოვეთ ხელისუფლებას პასუხისმგებლობას. ხადია, იმიტომ რომ შეიძლება ყოველი ქვეყნის მიმართ გახსნას საკუთარი შეიარაღებული ძალების ბაზები და მისი პასუხისმგებლობა განახორციელოს ინსპექტირება. საგარეო უწყებაში განმარტავენ, რომ ფორს-მაჟორი ოკუპირებული ტერიტორიების ნაწილების აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების დეოკუპაციის შემდეგ მოიხსნება. გაზგამანაწილებელი კომპანია იტერა საქართველოს სამხრეთ ოსეთისთვის ბუნებრივი გაზის მისაწოდებად მზად არის. ეს ინფორმაცია დღეს საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროში დაადასტურეს. მინისტრის მოადგილემ სპეციალური პრესკონფერენცია გამართა და იტერა საქართველოსთან მიღწეული შეთანხმების დეტალები წარმოადგინა. ნინო ენუქიძის განმარტებით ცხინვალის რეგიონისთვის ბუნებრივი აირის მიწოდების ინიციატივით იტერა საქართველოს მთავრობას თავად მიმართა. ცნობილია ისიც, რომ კომპანია ცხინვალის რეგიონს რუსულ გაზს მიაწოდებს, რომელსაც ის გაზპრომისგან მიიღებს. ამ ეტაპზე გადასაწყვეტია მხოლოდ გაზის მოცულობის საკითხის შემდეგაც მიწოდება განახლდება. აგარაც ცხინვალის გაზსადენი აგვისტოში დაზიანდა და გაზის მიწოდებაც სწორედ ამ დროიდან შეწყდა. დაზიანებული მონაკვეთის აღდგენა საომარი მოქმედებების გამო შექმნილი ვითარების შედეგად ვერ მოხერხდა. ამ დროისთვის დაზიანებული მილსადენი უკვე აღდგენილია. 20 იანვარს მთავრობამ დააკმაყოფილა კომპანია იტერა საქართველოს შუამდგომლობა. ეს იყო ასევე ევროკავშირის და ეუთოს თხოვნაც და გაზსა თანხმობა ამ ოკუპირებულ ტერიტორიაზე ბუნებრივი აირის მიწოდების განხორციელების საქმიანობა. დამატებით გაცნობთ, რომ როგორც ჩვენთვის ცნობილია, გაზპრომთან იტერა აწარმოებს მოლაპარაკებებს, რათა მიიღოს გაზის საჭირო რაოდენობა, რაც ეყოფა რეგიონს. რუსული აირით იქნება ეს ჩვენთვის ცნობილია კომპანია იტერასგან. იტერა საქართველოს გაზმომარაგებას აკეთებდა მანამდე, სანამ ეს შეფერხება იქნებოდა და ჩვეულებრივ შუამდგომლობა მან შემოიტანა თუ არა, საქართველოს მთავრობამ განიხილა და კანონმდებლობით დადგენილი წესის თანახმად ოკუპირებული ტერიტორიების კანონის საფუძველზე დააკმაყოფილა ეს შუამდგომლობა. ინციდენტი მოხდა გალის რაიონის სოფელ საბერიოში. რუსმა ოკუპანტებმა ადგილობრივ მკვიდრი მანუჩარ ხობალიას ესროლეს. ინციდენტი იმ დროს მოხდა, როდესაც ხობალია საბერიოდან ზუგდიდში აპირებდა გადასვლას. რუსმა ოკუპანტებმა მას გადასვლის საშუალება არ მისცეს, რაც ხობალიამ გააპროტესტა. მას შელაპარაკება მოუვიდა რუს ჯარისკაცებთან. ამ დროს მოხდა ორი გასტროლა, ერთი თხრა ხობალიას მხარში, მეორე კი მკლავში მოხდა. იგი გადაიყვანეს ზუგდიდის რესპუბლიკურ საავადმყოფოში. ექიმების განცხადებით ხობალიას ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია.
სეპარატისტული აფხაზეთი უარს ამბობს იმ ქვეყნების დიპლომატების მიღებაზე, რომლებიც აფხაზეთის მოქალაქეებისთვის ვიზის გაცემაზე უარს აცხადებენ. Ამის შესახებ სერგეი ბაღაფშმა გაირო სპეციალურ წარმომადგენელთან შეხვედრისას განაცხადა. მისი თქმით, უნდა მოგვარდეს ეს საკითხი, რადგან აფხაზეთის მოქალაქეებს ხშირად უარს ეუბნებიან ვიზების გაცემაზე. ქართული მხარის შეფასებით კი ბაღაფში ამ განცხადებით იზოლაციაში ექცევა, რადგან ვიზების გაცემა საერთაშორისო სამართლის ნორმების შესაბამისად ხდება. ჰილარი კლინტონმა კონდოლიზა რაისი შეცვალა. ამერიკის შეერთებული შტატების სენატმა ჰილარი კლინტონის სახელმწიფო მდივნის პოსტზე დაამტკიცა. კლინტონის კანდიდატურას ამ პოსტზე 94-მა სენატორმა დაუჭირა მხარი. წინააღმდეგ იგი 2 გამოვიდა. ბარაკ ობამამ კლინტონის კანდიდატურა 2008 წლის 1 დეკემბერს წარადგინა. ძირითად კენჭისყრამდე მისი კანდიდატურა სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტში განიხილეს, სადაც 17 წევრიდან ყოფილი პირველი ლედის სასარგებლო თქმა 16-მა სენატორმა მისცა. თავად ახალმა პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ კი საპრეზიდენტო ფიცი დღეს მეორედ დადო. ფიცის მეორე დადება 20 იანვრის ინაუგურაციაზე მოსამართლე ჯონ რობერტსის შეცდომამ გამოიწერა, რომლის ნათქვამით პრეზიდენტს უნდა გაემეორებინა. მოსამართლეს ტექსტის წარმოთქმისას ერთი სიტყვა ერთგულად გამორჩა. ამერიკის 44 პრეზიდენტმა დღეს ფიცი თეთრ სახლში მეორედ დადო. პალესტინის ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრი ღაზას სექტორში საომარი ოპერაციების შემდეგ პირველ მონაცემებს აქვეყნებს. ღაზას სექტორში 1284 პალესტინელი დაიღუპა, ხოლო სხეულის დაზიანება 4336-მა მიიღო. გარდაცვლილთა და დაშავებულთა უმრავლესობა მშვიდობიანი მოსახლეობაა. ადამიანის უფლებათა დამცველების ინფორმაციით გარდაცვლილთა შორის 280 ბავშვია, ხოლო 111 ქალი. ისრაელის არმიამ ღაზას სექტორში საომარი ოპერაცია 27 დეკემბერს დაიწყო, ხოლო ჯარების გაყვანა პალესტინიდან 18 იანვარს დაასრულა. ამ ხნის განმავლობაში ისრაელის მხრიდან 13 ადამიანი დაიღუპა, 10 სამხედრო მოსამსახური და 3 მშვიდობიანი მოქალაქე. საკონსტიტუციო ცვლილებების დამტკიცებას, რომელიც ხელისუფლების განმარტებით პრეზიდენტის უფლებებს ხვდავს, პარლამენტის საგაზაფხულო სესიაზე გეკმავს. თუმცა დღეს უკვე ცნობილი ხდება, რომ კანონპროექტი ოპოზიციისთვის მიუღებელია. ერთიანი საქართველოს ერთ-ერთი ლიდერის თქმით, ხელისუფლების მიერ წარმოქმნილი კონსტიტუციურ ცვლილებათა პროექტი პრეზიდენტის უფლებამოსილების ვრცის და აღმასრულებელ საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლებებს შორის ბალანსს კიდევ უფრო არღვევს. კონსერვატორების ლიდერი კახა კუკავაკი ამბობს, რომ პროექტი, რომელიც პრეზიდენტის ინიციატივით მომზადდა, ხელისუფლების მიერ დადგმული ცვლილებები ჩვენ უნდა მოვიაზროთ იმ კონტექსტში, რაც უკვე ცნობილია ქართული საზოგადოებისთვის, რომ მიხეილ სააკაშვილი მოულოდნელად აპირებს პარლამენტის არჩევნების დანიშნას. მიხეილ სააკაშვილი გრძნობს, განსაკუთრებით ობამას ინაუგურაციის შემდგომ, რომ გაძლიერდება პრესი საქართველოს ხელისუფლებაზე, ამიტომ სავარაუდოდ მას მოუწევს პარლამენტის არჩევნების დანიშნა, სავარაუდოდ ეს პარლამენტი იქნება ყოველ შემთხვევაში ოპოზიციური უმრავლესობით, ამიტომ წინასწარ იმზადებს გარანტიებს საქართველოს კონსტიტუციაში, რომ თავიდან მოიშოროს შემდგომში ეს პარლამენტი. ყველა ეს მუხლი ითვალისწინებს პარლამენტის დათხოვნის შესაძლებლობას და შემთხვევით. თუკი აქამდე კონსტიტუციაში არ არსებობდა ჩანაწერი, რომ პრეზიდენტს შეეძლო საკუთარი ინიციატივით პარლამენტის დაეთხოვა, 51 პრიმა მოხში ეს ჩანაწერი გაჩნდა. აქ გარდა იმისა, რომ ხდება მეორე შესაძლებლობა პარლამენტის დათხოვნისა, რაც კონსტიტუციაში არ იყო და რაც ამძიმებს პარლამენტის მდგომარეობას, ხდება კიდევ ერთი ძალიან საფრთხე შემცველი ინსტიტუტი, კერძოდ ის, რომ ამ რეფერენდუმის ჩატარებით დამატებითი ლეგიტიმაციის საფუძველს იგნის პრეზიდენტი. საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის წინააღმდეგია საპარლამენტო ოპოზიციაც გია ცაგარეიშვილის თქმით, პროექტში წარმოქმნილი ცვლილებები ხელისუფლების პიარზეა გათვლილი, რომელიც დასავლეთის დასანახად მომზადდა. მინდა გითხრათ, რომ ეს არის პრაქტიკაში განუხორციელებელი ცვლილება, იმიტომ რომ ამგვარი რამე ვფიქრობ საქართველოში ვერ